ასეთი გაშლილ შემოგთავაზოთ მეგობრებო, გავიგოთ ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი და გავიგოთ მისი ფიქრები თქვენზე. მიხართ მისთვის. რას გრძნობს, რას ფიქრობს, რასაც მოვასწრებ მაქსიმალურად ვეცდები ამ გაშლაში რომ გითხრათ. იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ვინ არის თქვენი პიროვნება თქვენთვის. გავიგოთ და თუ დაემთხვევა ენერგიები და მიხვდებით თქვენია გაშლა, ბოლომდე უყურეთ ყველა ვარიანტში, ლაიკები არ დაგეცადოთ მაქსიმალურად იაქტიურეთ, გაზიარება იქნება, კომენტარი თუ პირად შემოწერა, მაქსიმალურად იაქტიურეთ, გადააზიარეთ, რომ ვისაც ჯერ კიდევ გამოწერილი არ აქვს ჩემი გვერდი, ეს გვერდი, YouTube გვერდი გამოიწერონ და ხალხმაც, სხვებმაც მიიღონ ინფორმაცია ჩემი და თქვენი ენერგოცვლების ხარჯზე და დახმარებით უფრო სწორი სიტყვა იქნება ალბათ. გავიგოთ ვინ არის ეს პიროვნება და მიხართ თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა კონკრეტულად. ვინ არის თქვენი პიროვნება და ვინ ხართ თქვენ. თქვენი პიროვნება თასის პრინცად ამოდის. კარგი ცოტა შელახული მაქვს, მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი კალოდაა ეს, აქედან გამომდინარე ძალიან მეტყველი და ძალიან კარგად მესაუბრება ყოველთვის და აქედან გამომდინარე ჩემთვის ძვირფასი კალოდაა და მოდი ამებს არ მიაქციოთ ყურადღება. კაი, ესეთ კარტებს არ დაგანახებ, სადაც ახეული იქნება. პრინცი თასის ამოდის. შეიძლება წყლის სტიქიის წარმომადგენელი იყოს, თევზები კიბორჩხალა ან მორიელის ნიშანს წარმოადგენდეს, მაგრამ საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც ყველა იყოს თევზის წყლის სტიქია, შეიძლება მთვარე ქონდეს, ასცენდენტი ქონდეს წყლის ნიშანში და თქვენ არ იცოდეთ, ასეც არის შესაძლებელი, ასევე არის სხვა დანარჩენებისთვის. ძალიან თბილი, მოსიყვარულე, რომანტიკოსი, ძალიან უყვარს ესე იგი მთელი თავის გრძნობის გადმოფენა და ჩვენება და არ ერიდება და არ ცხვენია ხალხი რომ დაინახავს პირიქით მას ეს ერთგვარი მისთვის ეს ერთგვარი გმირობის ტოლფასია, ასე ვიტყოდი, რომ თავის საყვარელ ადამიანს უჩვენებს მის გრძნობას და ამ ყველაფერს არ მალავს და ხმამაღლა შეუძლია ავიდეს ევერესტზე და იქედან დახატოს მე შენ მიყვარხარ ვიღაცა არ ვიცი ნინო და ეს ყველაფერი ყვავილებით მორთოს და დადგას ამაზე მთელი ვიდეო რილსი, რომელიც ერთგვარი ძალიან პოპულარული გახდება სოცქსელში. მაგალითზე ვიძახი. ძალიან რომანტიკოსი ადამიანია, ძალიან უყვარს სიკეთის კეთება, სიყვარულის გამოხატულება, შეიძლება ბევრს უყვარს შინაური ცხოველები კონკრეტულად უფრო ძაღლი ალბათ და შეიძლება ყავს კიდევაც ოჯახში ძაღლი. არ არის გამორიცხული, ყავდეს მანქანა ღია ფერებში, უფრო ესეთი ღია ტონებში, თეთრი, კრემისფერი, ოქროსფერი, სერი, ესეთი ჭყუიალასერები რო არა ქვია, არ მინდა რუსული სიტყვა ვიხმარო, მოკლედ უფრო ღია ფერის მანქანა შეიძლება ყავდეს, ან ბევრს მოძრაობდეს, ერთგვარი საყვარელი საქმიანობა იყოს მანქანაზე, მანქანით მოძრაობა, სეირნობა, მიდი-მოდი, ესეთი ძალიან მოსიყვარულე ტიპაშია და ერთგვარი ასეც მომდის ინფორმაცია, რაღაც ნაწილისთვის შეიძლება იყოს, რომ ძალიან ბოლო ხმაზე უყვარდეს მანქანაში მუსიკის აწევა და მოსმენა და სიჩქარით მოძრაობა, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად. ეს იქნება უფრო ტრასაზე, ალბათ, სადაც თავისუფლება ექნება, რომ უფრო მაგრად და დიდი სისწრაფით ირბინოს, სისწრაფის და ასე ვთქვათ, რაღაცა ერთგვარი სიყვარულის გამოხატულება მისთვის, ეს თავისუფლების, სიყვარულის და ეს ჩქარა მოძრაობა, ეს მუსიკა და ეს ერთგვარი რაღაცა ტრანსში აგდებს, ასე ვთქვათ, ერთგვარი ნირვანას აძლევს მის სულიერ მდგომარეობას, თითქოს ამით იმუხტება ადამიანი და რაღაცნაირ თავის სიამოვნების სამყაროში აღმოჩნდება ხოლმე. თავისით გადმოვარდა კარტი, 10-იან ხმალი და 5-იან ჟეზლი. რაღაცა დასრულების პროცესში აქვს კონფლიქტი, დასრულდა უბრალოდ კონფლიქტი, ვიღაცასთან კონფლიქტი ქონდა, შეიძლება სამუშაო სფეროს კონფლიქტი იყო 5-იან ჟეზლით, უკონკურენტო, ასე ვიტყოდი, კონკურენტიანი, უკონკურენტო
მარტო კონკურენტიანი ბრძოლა. რას ნიშნავს ეს? სადაც გამარჯვებული მხარე არ არის და ყველა თავის აზრს და თავის ხმალს უაზროდ იქნევს, მაგრამ პრინციპში გამარჯვებული არ არის. კონკურენცია არის ერთნაირი სტანდარტების ადამიანებს შორის. ეს პროცესი იმისთვის დასრულებულია, ცოტა მტკივნეული დასასრული იყო, შეიძლება წერტილი დასვა კიდევაც რაღაცა სამუშაო თემასთან დაკავშირებით ურთიერთობის აი ამ ჟეზლების ქნევაზე. ასევე შესაძლებელია კონკურენცია იყოს თქვენთან მიმართებაში და ამ კონკურენციას ვერ გაუძლო მან. სადაც პრინციპში ძალიან ისეთი მომხიბვლელი ბრძანდებით შეიძლება და ბევრ ადამიანთან უწევდა მას თავისი ჟეზლის ქნება და ჩვენება იმისი, რომ კარგი კანდიდატურა და მოსაწონი და თბილი და მოსიყვარულე მხოლოდ ის არის, მაგრამ თითქოს ძალა გამოელია, თითქოს რაღაცა დასრულდა მის დაუნებურად 10 ხმალი ჩაერჭო ადამიანს და გაუნწრელო მდგომარეობაში. ეხლა თითქოს ვერ მოძრაობს, ვეღარ კონკურენტუნარიანობს ამ ბრძოლაში და ამ უბში, არ ვიცი, ძალა გამოელია თუ თქვენ დაუსვით წერტილი თუ სიტუაცია მოიტანა ისე რომ ადამიანი შეიძლება რაღაც ნაწილისთვის იყოს ლოგის მიჯაჭულიც ან რაღაცნაირად აი ამ სიჩქარის გადაჭარბებული სიჩქარის სიყვარულისგან იქნება ნაწილისთვის მომდის ინფორმაცია და ამასაც გეტყვით მცირე ნაწილია, მაგრამ მაინც რომ შესაძლებელია რაღაცა გადაჭარბებული მოძრაობისას პატარა ავარიის მსხვერპლი ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ რაღაცა ისეთი შემთხვევა მოხდა, სადაც ეხლა უწევს, არ ვიცი, რაღაც რეაბილიტაციის გავლა და ვერ ბრძოლობს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ემოციურად რაღაცნაირი დათრგუნულ ენერგიებშია, მიჯაჭვულია შეიძლება ლოგინს, რეაბილიტაციას გადის, წინა გაშლებით რაღაცა რეაბილიტაციის ენერგია იყო და შეიძლება იგივე ხალხიც უყურებთ, მაგრამ თუ არ გინახიათ, გადმოდით ჩემგვერდზე და წინა გაშლებიც ნახეთ, ერთი და იგივე ენერგია ძალიან მიახლოებული ერთმანეთთან. შეიძლება უბრალოდ კურნალობის რეჟიმშია, საავადმყოფოშია, რაღაცა რთულ ფიზიკურ მდგომარეობაში იყოს, არ არის გამორიცხული რაღაც ნაწილისთვის. თქვენ ხართ ტუსხმალი, შეიძლება ჰაერისტიქიას წარმოადგენთ ამ კარტით. ეს არის ტყუპების სასწორის და მერწყულის ნიშანი, ძალიან კარგად განვითარებული მენტალური მდგომარეობით, מחვილგონიერი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ლოგიკი ადამიანი, ძალიან კარგი სტრატეგი ადამიანი, რაღაცა განსაკუთრებულ სიტუაციებში, რომ ძალიან ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას ღებულობს, მაგრამ ღებულობს ამ ყველაფერს არა ემოციურად, არამედ გონებრივად, ძალიან ბევრს ფიქრობს და სწორი, ასე ვთქვათ, ერთგვარი სტრატეგიული მტუს ხმლით, ერთგვარი ლაბირინთიდან გამოსავალს ყოველთვის პოულობს თავის საინტერესო კითხვებზე. უდაოდ შეიძლება ჰაერისტიქიას არ წარმოადგენთ, მაგრამ უდაოდ ძალიან מחვილგონიერი, მენტალურად განვითარებული ადამიანი ბრძანდებით შეიძლება წარმოადგენთ ძალოვან სტრუქტურებს, იქ სადაც ცივი იარაღია საჭირო და რაღაცა მენტალური და კანონიერი მიდგომა გაკავშირებთ სამუშაოსთან, არ არის გამორიცხული ნაწილისთვის. მოკლედ ძალიან განვითარებული ხართ აზრობრივად და გაცილებით გონებრივად უდგებით ყველა სიტუაციას თქვენი პარტნიორისგან განსხვავებით, ვიზაც ჩაფიქრებული გვაქვს, ეს ადამიანი უფრო ემოციურად ესეთია, ემოციებს მიყვება და ემოციებით ყველაფერს აკეთებს. ვინ ხართ მისთვის პირდაპირ გავიგოთ, თუ ატყობთ რომ ენერგიები თქვენია, კომენტარები, ლაიკები არ დაგეზაროთ, ძალიან გთხოვთ. მისთვის ხართ დამანგრეველი პიროვნება. მე-16 მაღალი არკანი, ტუს პენტაკლი და მაგი, მისთვის ხართ მანიპულატორი, მისთვის ხართ, არ ვიცი, მის გონებას რო ანგრევს, ფსიქოლოგიას ანგრევს, სიყვარულისგან ტვინი ეხდება, ფსიქოზი ემართება, აი ერთგვარი ესეთი ნგრევა ხდება მის ფსიქოლოგიაში, მის ემოციაში, ყველაფერი უდუღს, ყველაფერი არ ვიცი, ტვინი ეხდება ნერვიულობით, ისე კარგად მანიპულირებთ მისი წარმოდგენით, მის ემოციებზე, მაგი ხართ უბრალოდ 4-ვე ინსტრუმენტი თქვენ ხელშია და მაქსიმალურად იმას აკეთებთ, რაც თქვენ გინდათ, მისთვის ხართ ოქროს შანსი სამყაროსგან მიცემული, ასე წარმოუდგენია მას იმისი, რომ მისი ცხოვრება შეცვალოს აი ამ კრიტიკული რაღაცნაირი სულ ჩხუბის ენერგიებიდან დაღვინდეს, დალაგდეს და რაღაცა ესეთი ოქროს შანსივით, ჯეკპოტივით ადამიანი ხართ მისთვის, ვის მიმართაც ეჭვიანობს და ძალიან ფსიქოზი ემართება კიდევ მეორე, კიდევ ხართ მისთვის. პაშ პენტაკლი,
7-იან თასი 4-იან ხმალი. ძალიან ბევრს ემოციურ ფონი აქვს თქვენთან მიმართებაში, ბევრი ფანტაზიები აქვს, ბევრ დადებითსაც გაწერთ, ვინც ხართ და არ ხართ, მაგრამ ეხლა პაუზაა, ჯერჯერობით აჩვენებენ თქვენ ურთიერთობაში. წინ მოვა აუცილებლად 7-იანი მაღალი